ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ეკატერინა და ეს არის ჩემი ვიდეო ბლოგი. დღევანდელ ვიდეოში მინდა რომ გაჩვენოთ ჩემი დაბადების დღის საჩუქრები, ამას ვერ გამოგაპარებთ ვერანაირად და თან აი აქ ყველაფერი მიწყვია იმისთვის რომ არ დამავიწყდეს და არ გავურიო სხვა ჩემს ნივთებს. მინდა რომ ყველაფერი ხელუხლებლად გაჩვენო და მე უკვე სუფთა სინდისით ჩავშვებ ხმარებაში, იმიტომ რომ ვიცი ბევრს გიყვართ ესეთი ვიდეოები ჩემი საჩუქრების და თუ გაინტერესებთ აუცილებლად დარჩით ჩემთან. არ ვიცი რომლით დავიწყო. მოკლედ გადმოვალაგე ყველაფერი, აი აქ ახლოში დავიწყე, დავაცარიელე ის კუთხე როგორც იქნა და ეხლა მოდით დავიწყოთ. პირველი ხელში მომხვდა აი ესეთი კიკო მილანოს ლამაზი შეფუთვით კოსმეტიკა, რა თქმა უნდა, და მოდით ერთად ვნახოთ რა არის შიგნით. ესე იგი, აი ესეთი კიკო მილანოს მოდით ვნახოთ რა არის. ხო, აი ესეთი ლამაზი ტუჩსაცხი. მე ძალიან მიყვარს ესეთი ნაზი ვარდისფერი. შემდეგ ამ ყუთში არის ასევე ესეთი კიკოს ფრჩხილის ლაქი. და არის აი ესეთი ძალიან ლამაზი შეფუთვით. ნახეთ რა სილამაზეა. გაზაფხულის ლამაზი შეფუთვით აი ესეთი ჩრდილები. ძალიან საბაზისო ვარიანტია. მე ხშირად ვიყენებ, ვინც მომჩნევთ. ძალიან მომწონს, ულამაზესი ფერებია მართლა. ყოველდღიური მაკიაჟიც გაკეთდება და გამოსასვლელიც და რა ვიცი, ყველანაირი. თუ გინდათ რომ დავტესტო ჩემი ახალი კოსმეტიკა, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი კოსმეტიკა დამიგროვდა და მინდა რომ გადავიღო ეს დატესტვის ვიდეო. კიდევ არის ესეთი ქართული ბრენდის პროდუქტი. ეს არის ტანის სამასაჟე ზეთი, რომელიც არის რქაწითელის, ანუ ყურძნის რაღაც ექსტრაქტისგან, როგორც ჩანს, და აქვს ძალიან კარგი სუნი აქვს, მართლა გამახსენდა ყურძენი. ასე რომ აი ესეთი საჩუქარი, აი ესეთი დერმედიკის ძალიან კარგი ნაკრები, თვალის დამატენიანებელი კრემი და კანის ღრმა დამატენიანებელი კრემიო. ასე რომ ძალიან კარგი, ესეთ რაღაცებს ყოველთვის ვიყენებ ხოლმე, ხშირად თვალის და სახის კანს ვუვლი ხოლმე ესეთი დამატენიანებლებით, თუმცა დერმედიკი არ მქონია ჯერ და ძალიან მეინტერესებდა ყოველთვის. ასე რომ აი ესეთი კარგი საჩუქარი. ესეთი ეს რა არის? თვალის ლაინერია თუ კი, თვალის ლაინერი. აი ესეთი საინტერესო. როგორც აქ წერია, არის წყალგამძლე. ასე რომ მე ვფიქრობ ზაფხულში აუზზე, ან უფრო კარგ შემთხვევაში ზღვაზე გამომადგება. კიდევ ერთი საჩუქარი, კოსმეტიკური. აი ესეთი მიზონის კოსმეტიკა. ხო, როგორც ვკითხულობ, არის ტონერი, ესენცია, კლინსერი, ანუ დასაბანი საშუალება და ეს არის კრემი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერიც გამომადგება. მე მგონი კოსმეტიკიდან ყველაფერი გაჩვენეთ, ახლა გადავიდეთ აქსესუარებზე. აი ესეთი ულამაზესი საყურები მივიღე საჩუქრად. უკვე მეკეთა, ამიტომ ამოღებული მაქვს თავის ყუთიდან. ჩემს ერთ-ერთ ლუქს ძალიან უხდებოდა და ამიტომ არ ვიცი, ცოდვა იქნებოდა რომ არ გამეკეთებინა იმ დღეს. ასევე საჩუქრად მივიღე მანდარინას. ხერთად ვნახოთ რა. აი ესეთი ულამაზესი მძივი თავის კულონით, ესეთი ლამაზი მწვანე და თავის პაწაწუნა შვილიკოთი. ასე ვთქვათ, თითქოს დედა და შვილი არის. ძალიან საყვარელი არის და ლამაზი ფერი. ეს მწვანე ფერი ძალიან მიყვარს. არის ვერცხლის, ულამაზესია, ვგიჟდები ესეთ სადა და ნაზ სამკაულზე. ასევე აქსესუარებიდან საჩუქრად მივიღე ესეთი ბალდის ულამაზესი საათი. აი ესეთი ვარდისფერია.
წყვილებით გაწყობილი. აი ესეთი ყველა მხრიდან შეფუთული არის. ძალიან მომწონს. შემდეგი აქსესუარი არის აი ესეთი საზღვაო ყელსაბამი. ნახეთ როგორი ლამაზია. რუჯზე ლამაზ თეთრ კაბაზე მაგალითად რა გაიკეთო, ლამაზესია, ძალიან მომწონს და აუცილებლად მიბიძგებს რომ წავიდე ზღვაზე. ასევე საჩუქრად მივიღე ესეთი ლამაზით მისამაგრები, 3 ცალი. ჩემ გოგოებსაც გავუნაწილებ, ასე რომ აი ესე რასაც ჩავითმევთ ზაფხულში, იმის მიხედვით შევარჩევთ ხოლმე ამ მისამაგრებს. ზღვის თემას აგრძელებს აი ესეთი ლამაზი საზღვაო კომპლექტი, ესეთი საცურაო კოსტიუმი და შარვალი. ესეთი სანაპიროზე ჩასაცმელი, ესეთი გამჭვირვალე შარვალია. ესეთი ფართე და ჰაეროვანი, ესეც მოვარდისფრო. რაღაც ბორდოსფერში თუ ყავისფერში გარდამავალ ფერებით და ძალიან ლამაზი იქნება ეს ყველაფერი ერთად ჩაცმული. აი ესენი ერთად იქნება ძალიან ლამაზი და კარგი. ასევე აი ესეთი ლამაზი თავსაფარი. აი ესე გასაკეთებელი. ხო და მოკლედ ეს ყველაფერი ერთად ძალიან ლამაზად შეერწყა ერთმანეთს, როგორც ხედავთ, ესეთი ვარდისფერი რაღაცები ჭარბობს, საათიც ვარდისფერია და ეხლა გადავიდეთ ჩანთებზე. ჩანთებიც მივიღე საჩუქრად. აი ესეთი ბალდის ლამაზი ჩანთა. ნახეთ როგორი ნეიტრალური ფერი არის. რა ვიცი, ყველგან გამოსაყენებელი. შიგნით აი ესეთი გასახსნელი აქვს და შიგნით ცალკე კიდე ჩასადები. რაღაცა იმასავით, საფულესავით. მოყვება თავის აი ესეთი ისინი კამრები. ვიცით უნდა გადაიკიდო. ძალიან მომწონს ეს ჩანთაც. კიდევ ერთი ჩანთა, აი ესეთი დიდი ფერადი, ცოტა გამჭვირვალე, ზღვის ჩანთას გავს. ასე რომ ძალიან მომწონს ზღვის ჩანთაც უკვე. მე მგონი წელს აღარ მქონდა. და მაინც ვაპირებდი ყიდვას და ძალიან კარგი ხოლმე მექნება. ასევე აი ესეთი ბოლსეროს ჩანთა მივიღე საჩუქრად. ასევე ძალიან მოდური და ესეთი ნეიტრალური ფერი, რომელიც ასევე ბევრ ლუქს უხდება. ძალიან მომწონს ეს გადასაკიდი და ამის გარდა კიდევ აქვს ორნაირი. ერთი ესეთი მოკლე და ერთიც ესეთი სადა, უბრალოდ გრძელი. ჯერჯერობით ამას გამოვიყენებ და მე თუ მომწყინდება შევცვლი. ასე რომ აი ესეთი გადასარევი ჩანთა კიდევ ერთი. ხო და ასევე მაჩუქეს ჭურჭელი. ეხლა გაჩვენებთ. აი ესეთი ლამაზი საყრელე. აი ესეთი ლამაზი. ხათაშორის ეგ პრობლემა არის ჩემს მაცივარში, რომ ყველი ყოველთვის პარკებში გვიდევს ხოლმე და ეხლა ესე ლამაზად კოხტად ჩავდებთ ხოლმე ველს და ისე შევინახავთ. ასე რომ ძალიან მომწონს ეს საჩუქარიც. ისევე როგორც ყველა. ბოლოს შემოვინახე. როგორ მომწონს. ესეთი ულამაზესი ჭიქების ნაკრები. ესეთი იტალიურ პოზიტანოს სტილში. ეს ჭიქებიც. აი ესეთი ძალიან დახვეწილი სტილია. შიგნით ესე ლიმნები ახატია აქაც. და ზომაც ძალიან მოსახერხებელია, როგორც უნალექო ყავისთვის, ასევე ჩაისთვისაც. ასე რომ ეხლა ერთი სული მქონდა, როდის გადავიღებდი ამ ვიდეოს, რომ ამოვიღო უკვე ამ ყუთიდან და ჩავდო ჩემს ლამაზ კარადაში. ვლოგებში ხშირად ნახავთ ალბათ. მე ესეთ ჭიქებს, როდესაც მომინდება რომ ლამაზად დავლიო ყავა ჩემს აივანზე. როგორც წინა ვლოგში აღნიშნე, ფულიც მაჩუქეს და იმ დღეს ვიყავი უკვე საშოპინგოდ და ვიყიდე რაღაც შარვლები
და ფეხსაცმელები, შემოძვირფასებო. ძალიან დიდი მადლობა, რომ დარჩით ბოლომდე. იმედია, რომ მოგეწონათ ეს ვიდეო და თუ ასეა, აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ ჯამი გამომწერი. მე კი გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ყველას გაცნით.